მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო, პატივცემულო თავმჯდომარე, მოგესალმებით, მთავრობის წევრობის კანდიდატებო. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა ქართულ ოცნებას და მოგვანიჭა ჩვენ მანდატი იმისი, რომ ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად უკეთესობისკენ, კიდევ უფრო უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი თანამემამულეების, ჩვენი მოსახლეობის ყოფა. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კონსოლიდაციით უპირველეს ყოვლისა მივიღებთ პარლამენტის მანდატს და დავიხარჯებით ყველანი მაქსიმალურად იმისათვის, რომ ეს ძალიან დიდი ნდობა და უდიდესი პასუხისმგებლობა გავამართლოთ. მინდა მიმართო მათაც, ვინც განსხვავებული არჩევანი გააკეთა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პატივისცემთ საქართველოს თითოეული მოქალაქის გადაწყვეტილებას, მათ პოლიტიკურ გემოვნებას და გამოთქვათ რწმენას, რომ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის შვილები, რომელთაც გვაერთიანებს ერთი ამოცანა, ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს წინსვლა, შევძლებთ იმ პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით, რომელსაც ამ პარლამენტში ექნება ადგილი, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე შევქმნათ ერთად. ამისთვის თითოეული მოქალაქის კონსოლიდაცია იქნება საჭირო და მთელი ქვეყნის, მთელი საზოგადოების გაერთიანება იმისათვის, რომ ჩვენ გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უკეთეს მომავალს შექმნის. ქართულმა ოცნებამ განვლილი წლების განმავლობაში შექმნა იმის პირობები, რომ დღეს არ არის ხელისუფლების შიში ხალხში, ჩვენი საზოგადოებაც არის ძალიან გაზრდილი, პოლიტიკურად მნიშვნელოვნად წინწასული და მოთხოვნებიც პოლიტიკოსების მიმართ არის დღეს აბსოლუტურად სხვა რიგის და ყველა პოლიტიკოსმაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავითავისოთ ეს მოთხოვნები. ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ქართულ ოცნებას და რა თქმა უნდა, მის დამფუძნებელს ბატონ ბიზინა ივანიშვილს. მინდა მადლობა გადაუხადო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის და პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა და პარლამენტი ერთიანი ძალებით თავდადებით ვიშრომებთ და გავამართლებთ ამ ძალიან დიდ ნდობას. ჩვენი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ჩვენ ამ უმრავლესობას არ განვიხილავთ როგორც პრივილეგიას. ჩვენთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, ქვეყნისთვის საჭირო, სწრაფი და შეუფერხებელი გადაწყვეტილებები მივიღოთ და ამავე დროს ეს არის უდიდესი ანგარიშვალდებულება ჩვენი მოსახლეობის წინაშე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას სრულად ვაცნობიერებთ. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას და ფართო კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სასარგებლოდ, სახელმწიფოს ინტერესების დაცვის და ქვეყნის განვითარებისთვის იქნება მიღებული. როდესაც ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ქვეყანას ვაშენებთ, რა კულტურის ნაწილი ვართ, რა ეპოქის თანამედროვეები ვართ და დღეს მსოფლიოს ცვლილებების მიჯნაზე ჩვენ გვმართებს, როდესაც ჩვენს თვალწინ იცვლება სამყარო, მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველაზე უკეთ წაადგება ჩვენს ქვეყანას დროის მოცემულ მომენტში. არც ერთი ცდარი ნაბიჯის გადადგმის უფლება არ გვაქვს ჩვენ ასეთ სიტუაციაში. ევროპის და აზიის გასაყარზე თავისი მდებარეობის გამო საქართველო ყოველთვის იყო კულტურათა დიალოგის, ცივილიზაციათა გადაკვეთის ადგილი
და ჩვენ დღესაც უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ეს მერთისგან მომადლებული დიდი სიკეთე. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ნება იყოს ევროპული ოჯახის წევრი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის სოფხედველობრივი და ცივილიზაციური არჩევანი. ეს არის ჩვენი ერთობა ევროპასთან, ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობებისკენ და თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისკენ. ამავე დროს დღეს უკვე ახალი იმპულსი ეძლევა ისტორიულ აბრეშუმის გზას, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები და კულტურული ურთიერთობები, კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყნის მდიდარი ტრადიციები, საინვესტიციო და კულტურული პოტენციალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამით საქართველოს შეასრულებს უმოკლესი დამაკავშირებლის როლს ევროპას, აზიას, ახლო აღმოსავლეთს შორის, მით უფრო მაშინ, როდესაც სულ უფრო და უფრო იზრდება კავშირების საჭიროება რეგიონებს შორის. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვნად გვესახება ქვეყნის 4-პუნქტიანი განვითარების გეგმა, რომელიც ვფიქრობთ შექმნის მნიშვნელოვან წინაპირობებს ქვეყნის ძალიან სწრაფი ეკონომიკური განვითარების მომავალი 4 წლის განმავლობაში. ამ გეგმის უპირველესი პრიორიტეტი გახლავთ ქვეყანაში განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები და ქვეყანა, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება განათლებას აცხადებს ნომერ 1 პრიორიტეტად. ამ განათლების რეფორმის ფარგლებში იგეგმება განათლების ყველა ქვემიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, იქნება ეს უმაღლესი განათლება, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა მოერგოს დღევანდელი განვითარებიდან გამომდინარე საჭიროებებს და ლოგიკას. ეს არის დაწყებითი განათლება, ეს არის საშუალო განათლება და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა პროფესიული განათლება, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება და დაემყარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელს, დუალური განათლების პრინციპს, როდესაც სამუშაო ადგილზე პარალელურად მიმდინარეობს სწავლება. ეს სისტემა იქნება ხელმისაწვდომი არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რათა არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე ყველა ადამიანმა შეძლოს შეიძინოს მოკლევადიან პერიოდში ის უნარჩვევები, რომელიც მას პირდაპირ ჩართავს შრომის ფერხულში და პირდაპირ დაასაქმებს დროის უმოკლეს პერიოდში. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მეცნიერებას განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება და რა თქმა უნდა იმ ტრადიციულად ძლიერ მიმართულებებს, რომლითაც საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეული. სივრცითი განვითარების გეგმა, სივრცითი მოწყობის გეგმა, რომელიც გულისხმობს პოლიცენტრული ურბანული განვითარების კონცეფციას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი ყველა ის ძირითადი სერვისები, რომლებიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს გულისხმობს საავტომობილო მაგისტრალების, სარკინიგზო მაგისტრალების, ახალი აეროპორტების მშენებლობას ქვეყნის შიგნით, ეს გულისხმობს ინტერნეტიზაციას, ირიგაციის სისტემის განვითარებას, ელექტროფიკაციის სისტემის კიდევ უფრო განვითარებას და ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ყველაფერი ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ქვეყნის 2000-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში იქნება ხელმისაწვდომი უპირველეს ყოვლისა უახლესი ინფორმაცია და რა თქმა უნდა ყველა ის სერვისი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ყოფისთვის და რომელიც დღეს ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდ ქალაქებში. რაც შეეხება რესურსს თუ რა რესურსით უნდა იქნას მიღწეული ეს ყველაფერი, ამაზე ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დეტალური გათვლები, დროში გაწერილი გეგმა, თუ რომელი პროექტი რა დროს უნდა დაიწყოს და რა პერიოდში რა რესურსით უნდა შესრულდეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულება, რა მიმართულებითაც პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი მოგების გადასახადის განულების რეინვესტირებულ მოგებაზე. ეს არის ესტონური მოდელი, გამოცდილება, რომელიც აპრობირებულია უკვე და ვფიქრობთ, რომ 1 იანვრიდან, როდესაც ეს პროექტი შევა ძალაში, ქვეყანაში
დამატებით რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დამატებითი საინვესტიციო რესურსი გაჩნდება, რომელიც მოხმარდება ადამიანების დასაქმებას და ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყებას. ასევე მნიშვნელოვანია ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც ნაწილობრივ უკვე განხორციელდა საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით, მაგრამ მომავალში იგეგმება ამ რეფორმის გაგრძელება და რაც მნიშვნელოვნად შეცვლის სახელმწიფო სექტორის დამოკიდებულებას კერძო სექტორისადმი და ვფიქრობთ, რომ ესეც გარკვეულწილად რევოლუციური ცვლილებებია. ასევე უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება, რაზეც შიდა გუნდური შეთანხმება უკვე არსებობს და ამ საკითხსაც უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ უფრო დეტალებში. ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბლოკის ერთ-ერთი მიმართულება არის სტარტაპის ბიზნესის დაფინანსება. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შევქმნით სტარტაპის დასაფინანსებელი სპეციალური საფინანსო ინსტიტუტი და დღეს ჩვენ 50-ზე მეტი დამწყები ბიზნესი გვყავს უკვე დაფინანსებული ყველანაირი გირაოს და უზრუნველყოფის გარეშე და ამ მიმართულებით ჩართული გვყავს უცხოელი ექსპერტები, რათა ნებისმიერი შანსი მიკერძოებულობის გამოირიცხოს და რათა გამოყენებული იქნას საუკეთესო გამოცდილება ამ მიმართულებით. ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ რეფორმათა ბლოკის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ საპენსიო ახალი რეფორმა, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან ჩაირთვება, 2017 წლის განმავლობაში მომზადდება ის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზა, რომელიც აუცილებელია სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებული ეგრეთ წოდებული მეორე პილარის საპენსიო სისტემისთვის, რათა ჩვენი მომავალი პენსიონერებისთვის გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, ცხოვრების სტანდარტები და ამავე დროს, როგორც მნიშვნელოვანი გადადინების ეფექტი, ამ რეფორმას გააჩნია რამდენიმე ასეული მილიონი ლარის კუმულაციის ეფექტი ყოველწლიურად, რომელიც მოხმარდება ინვესტიციებს და საფონდო ბაზრის განვითარებას, რომელიც ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა ამ მესამე ბლოკის. ასე რომ, ყველაფერი ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ უპირველეს ყოვლისა სოლიდურ საფონდო ბაზარს ქვეყანაში, ადგილზე მნიშვნელოვან ლიკვიდობას იმისათვის, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება მოხდეს გაცილებით უფრო მეტი სიჩქარით, ვიდრე დღეს ეს ხდება. ჩვენ დასრულებული გვაქვს ამ მიმართულებით კანონმდებლობის და მარეგულირებელი ბაზის დიაგნოსტიკა აზიის განვითარების ბანკის მეშვეობით და ამ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში დავიწყებთ უკვე გადადგმას. რაც შეეხება მეოთხე მიმართულებას, ეს გახლავთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მართლობითი რეფორმა, რომელსაც ორი ქვემიმართულება გააჩნია, ეს გახლავთ სერვისების გაუმჯობესება და სერვისზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფცია, ეს გახლავთ ბიზნეს სახლის კონცეფცია, რომელიც გახლავთ უკვე მეორე ფაზა, მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს იუსტიციის სახლების სისტემა, სადაც ჩვენ გვაქვს ფიზიკურ პირებზე 400-ზე მეტი სერვისი, ასევე გვაქვს ელექტრონული პლატფორმა, რომელზეც ხდება ამ სერვისების მიწოდება და მეორე ფაზა უკვე გულისხმობს იმ სერვისების მიწოდებას ერთი ფანჯრის პრინციპით, რომელიც გაბნეულია დღეს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში და ამის კონსოლიდაცია მოხდება და სერვისის ხარისხის ძალიან მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, პარალელურად იქმნება ელექტრონული პლატფორმაც, რომელიც ელექტრონული მმართველობის სისტემის პრინციპით მიაწვდის ყველა ამ სერვისს იურიდიულ პირებს. ასე რომ, სერვისზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფცია, ვფიქრობთ, იქნება რევოლუციური ცვლილება სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში და მეორე ქვემიმართულება ეს გახლავთ ჩართულობითი, ანუ ინკლუზიური მმართველობის განვითარება, რაც გულისხმობს სხვადასხვა პლატფორმების შექმნას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ეს გახლავთ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისთვის, არასამთავრობო სექტორის ჩართულობისთვის სპეციალური პლატფორმების შექმნა, ეს გახლავთ პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობისთვის სპეციალური პლატფორმების შექმნა და რა თქმა უნდა, ასევე კერძო სექტორის ჩართულობისთვის საინვესტიციო საბჭოს პლატფორმის გამოყენება, რომელიც უკვე შექმნილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სავაჭრო სამრეწველო პალატის და წამყვანი ბიზნეს ასოციაციების მონაწილეობით.
ასე რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი უზრუნველყოფს უპირველეს ყოვლისა უფრო მეტ გამჭვირვალობას და რა თქმა უნდა უფრო მეტ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური გახლავთ სასამართლო რეფორმის მესამე ფაზა, რომელიც უახლოეს მომავალში გაგრძელდება პარლამენტში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მესამე ფაზის შედეგად, იმ ცვლილებების შედეგად, რომელიც მესამე ფაზის ფარგლებშია დაგეგმილი, აღქმაც სასამართლო სისტემის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და კიდევ უფრო დაიხვეწება ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი და სისტემურად გაუმჯობესდება მთლიანად ეს სისტემა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენს ქვეყანაში ევროპული ინსტიტუციების და ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისთვის და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებით ჩავატარებთ ამ მესამე ფაზას. ასევე უნდა ითქვას, რომ ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენს საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკას, რჩება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად 2017-20 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციურ, საკანონმდებლო, სარეგულაციო ცვლილებებს ქვეყანაში, რჩება ქვეყნის საგზაო რუკად მომავალი 3 წლისთვის და ჩვენ დეკემბრის დასაწყისში გვექნება ბრიუსელში შეხვედრები ასოცირების საბჭოს, სადაც განვიხილავთ ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს და პროგრამებს. რა თქმა უნდა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც გახლავთ ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, თავის მხრივ განსაზღვრავს იმ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების დღის წესრიგს, ეს გახლავთ საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუციური ცვლილებები, ეს გახლავთ კონკურენციის, სტანდარტიზაციის, სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციურ და მარეგულირებელი ბაზის ცვლილებებს და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ჩვენ პრიორიტეტულად გვაქვს გამოყოფილი ეს განსახორციელებელი ცვლილებები. რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაციას, ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმას, ამას ჩვენ ფეხთაფეხ მივყვებით. ჩვენთვის ფუნდამენტურია მედიის თავისუფლება და უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოში ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს გასული 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემების რეფორმა, რომლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებულია, გაგრძელდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ამ მიმართულებით ქვეყნის, ასე ვთქვათ, რეპუტაცია და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი ეს მიმართული იქნება იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. საერთაშორისო მიმართულებით ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში და ნატოში ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ჩვენ ვახორციელებთ შესაბამის რეფორმებს, ასევე დასრულებულია ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პროცედურები დასრულდება ევროკავშირში და საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან სიკეთეს, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოების სტრატეგია გვთავაზობს. ასევე უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობა და ამ სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოდან გამომდინარე 4 ძირითადი მიმართულება განსაზღვრავს ჩვენს ორმხრივი ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვან ხასიათს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიული ურთიერთობის პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გასაუმჯობესებლად, ხალხთაშორისი ურთიერთობის განვითარებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის და ეკონომიკური ურთიერთობის პოტენციალის ბოლომდე გამოყენებისთვის. ძალიან სასიხარულოა, რომ ანაკლიის პორტის ინტერესთა გამოხატვის პროცესში გაიმარჯვა კონსორციუმმა, რომლის ერთ-ერთი კომპანია გახლავთ ამერიკული საინჟინრო ფირმა, რომელიც ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში უკვე დაიწყება და პირველი 3 წლის განმავლობაში დამთავრდება პირველი ფაზა, რომელიც რამდენიმე ასეული 9 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონული ურთიერთობები,
სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, თურქეთთან, აღმოსავლეთ, დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ლოგისტიკური სატრანსპორტო კვანძების განვითარება, სამხრეთ კავკასიის გაზის სატრანზიტო დერეფნის განვითარება კომპანია BP-სთან ერთად და რა თქმა უნდა კეთილმეზობლური აქტიური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები სომხეთთან, რომელიც ძალიან პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა. ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ აღმოსავლეთთან ჩვენი ეკონომიკური საინვესტიციო სავაჭრო კავშირების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს ჩინეთის მიმართულებით. უნდა ითქვას, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მოხერხდა აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებების დასრულება და სულ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან და უნდა ითქვას, რომ ჩვენ წელს გეგმავდით სულ რაღაც 3 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ წლის ბოლოს სავარაუდოდ 4-4.5 მილიონი ბოთლის ექსპორტს განვახორციელებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დივერსიფიკაციის პროცესია იმ ტრადიციული ბაზრებიდან, რომლებზეც ქართული ღვინო როგორც წესი იყიდებოდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის, ჩვენი საგადასახდელო ბალანსის სტაბილიზაციისთვის და სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებისთვის, რაც მოგეხსენება დღეს დიდი პრობლემაა და სავალუტო კურსის რყევებიც სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენი ექსპორტის სტრუქტურა არ არის დივერსიფიცირებული საკმარისად, რათა უზრუნველყოს სტაბილური სავალუტო კურსი ჩვენი ეროვნული ვალუტის. ამიტომ ეს პროცესი ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია აქედან გამომდინარეც, რომ ჩვენ დივერსიფიკაცია მოვახდინოთ ჩვენი ექსპორტის და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ადგილზე შევქმნათ ფართო სპექტრი იმ პროდუქციის, რომლის ექსპორტიც უნდა მოხდეს და ამ მიმართულებით პროგრამები, როგორიც არის აწარმოე საქართველოში, სასოფლო პროგრამები, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, პროგრამა დანერგე მომავალი და ასე შემდეგ, სწორედ იმას ემსახურება, რომ გაფართოვდეს სპექტრი საექსპორტო პროდუქციის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობები და ჩვენ გავაგრძელებთ დეესკალაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ასპექტში, სუვერენიტეტთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ფეხდაფეხ გავაუმჯობესოთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, შევქმნათ წინაპირობები პრობლემების გრძელვადიანი მოგვარებისთვის. მინიმუმ ნეიტრალიზება მოვახდინოთ იმ რისკების, რომლებიც არსებობს რეგიონში, ჩვენი ოკუპაციის პრობლემებიდან გამომდინარე და შევქმნათ საკმარისი სტაბილურობა იმისათვის, რომ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა შესაძლებელი გახდეს, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, დეოკუპაციის პოლიტიკა, არაღიარების პოლიტიკა რჩება ქვაკუთხედად ჩვენი საგარეო პოლიტიკის და ამ მიმართულებით ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატს, ყველა პლატფორმას, რა შესაძლებლობების დღეს არსებობს. შერიგების პოლიტიკა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რა მიმართულებითაც ჩვენ გეგმავთ, რომ უფრო აქტიური ნაბიჯები გადავდგათ, უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ, რათა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი, აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ შევქმნათ ადამიანებს შორის უკეთესი ურთიერთობების გავლით წინაპირობები კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს გარკვეული ნაბიჯები დაგეგმილი. ეს ფორმატი არ ითვალისწინებს ასეთი კონკრეტიკის განხილვას და მე მოხარული ვიქნები, რომ ჩვენ შევქმნათ როგორც საპარლამენტო, ასევე შერეული ფორმატები იმისათვის, რომ ეს ნაბიჯები იქნას განხილული. მაგრამ ერთი რამ ცხადია, სტატუს კვო, რუტინა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, არ იძლევა საშუალებას მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები მივიღოთ ჩვენ ამ მიმართულებით, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ და ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, გუნდში ძალიან ბევრი ადამიანი ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით უფრო თამამი
ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანებს შორის ურთიერთობა დავათბოთ. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი ამბიციური გეგმების განხორციელებას, რა თქმა უნდა, სჭირდება საერთო ეროვნული კონსენსუსი. ყველა წინადადება, ყველა განცხადება, რომელსაც მე ვაკეთებდი წინა საარჩევნო პროცესში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალშიც, მე ჩემი მხრიდან და ჩვენი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციული გახდეს პოლიტიკური პროცესი, იქნას შესაძლებლობა პოლიტიკური დიალოგის, რათა ამ დიალოგის მეშვეობით მივაღწიოთ თუ კონსენსუსს არა, უმრავლესობის თანხმობას, არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობას გულისხმობ ამ შემთხვევაში, საზოგადოების უმრავლესობის შეთანხმებებს ისეთ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც აუცილებელია, რათა მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოხდეს თვისობრივი და ხარისხობრივი პოზიტიური ცვლილებები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გამოხატული ნდობისთვის. მზად ვარ პასუხი გავცე ყველა თქვენ შეკითხვას. დიდი მადლობა.